საოცარი ნამუშევრები იქნა წარმოდგენილი სკოლის მოსწავლეების მიერ, რომელთაც აქვთ ნაფიქრი მწვანე ენერგიაზე, აქვთ ნაფიქრი იმაზე, თუ რა არის ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკის მომავალი და მიხარია, რომ სკოლის მოსწავლეები სწორედ ესე პოზიტიურად ფიქრობენ ენერგეტიკაზე. არ გამოვლიცხავ, რომ ბევრმა მათგანმა აირჩიოს კიდეც ენერგეტიკოსის პროფესია და ნამდვილად არ წააგებენ, იმიტომ რომ ენერგეტიკა ჩვენს ქვეყანაში ვითარდება ინტენსიურად, ენერგეტიკოსებზე მოთხოვნა არის და კვალიფიციური კადრები ნამდვილად გვჭირდება. ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ერთ-ერთი წარმატებული პროექტი გახლავთ ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან ჩვენამდე, რომლის ფარგლებში დღეს შევიკრიბეთ ქალაქ ყვარელში, ილიას სახლ-მუზეუმში, უდიდესი ქართველის, რომლის მთელი ცხოვრება ნათელი მაგალითი იყო იმისა, თუ როგორ უნდა შევქმნათ განათლებასა და წინსვლაზე ორიენტირებული საზოგადოება. და ჩვენ მხარული ვართ სწორედ აქ, რომ მასპინძლოთ სემეკი და სასწავლო ცენტრი ამ ულამაზეს მხარეში აღნიშნულ პროექტს და პროექტის ფარგლებში დღეს გაიმართა პირველი მაჯამებელი ღონისძიება, სადაც უნდა გამოვლინდეს გამარჯვებულები, დავალება ჰქონდათ მონაწილეებს, რომ შეექმნათ ენერგეტიკის თემაზე ნამუშევრები. კომისიამ შეარჩია 16 საუკეთესო ნამუშევარი. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან ფასიანი საჩუქრით, შემდეგ გაივლიან ერთკვირიან საზაფხულო სკოლა, სადაც ეზიარებიან როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ცოდნას და მიიღებენ შესაბამის გამოცდილებას ენერგოობიექტებზე ვიზიტების ფარგლებში. პროექტის მიზანია ელექტროენერგიის წარმოებიდან მოხმარებამდე სრული ციკლის შესახებ სკოლის მოსწავლეების ინფორმირება, განახლებადი ენერგიები, საქართველოს მწვანე ენერგეტიკული პოტენციალის შესახებ სწორი ინფორმაციის მიწოდება. ჩვენთვის ემეკისა და სასწავლო ცენტრის პრიორიტეტია სკოლის მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება და პროფესიის არჩევისას ყურადღება გაამახვილოთ ენერგეტიკის სექტორზე, რომელიც გახლავთ ერთ-ერთი დინამიკური, განვითარებადი დარგი და მოგეხსენებათ, რომ ენერგეტიკა არის ქვეყნის უმნიშვნელოვანესი მიმართულება, რომლის განვითარება ხელშეუწყობს ქვეყნის წინსვლას და წარმატებას. კახეთის რეგიონის ყვარლის და თელავის მუნიციპალიტეტების სასკოლო მოსწავლეებს შორის ჩატარდა კონკურსი, რომელიც ეხებოდა ენერგეტიკის სფეროში კრეატიული იდეის და ნამუშევრის წარმოდგენას. აღსანიშნავია, რომ ორივე მუნიციპალიტეტიდან მონაწილეობა გამარჯვებული გამოვლინდა 16 სკოლის მოსწავლე. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს ენერგეტიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პოტენციალი, სწორედ აღნიშნული სასწავლო კონფერენციები, პროგრამები არის მნიშვნელოვანესი, რათა ახალგაზრდებში ხელი შეეწყოს ცნობიერების ამაღლებას, რაც ბუნებრივია მათი შემდგომ პროფესიულ განვითარებაზეც დიდ ზეგავლენას მოახდენს. დავათვალიერეთ სკოლის მოსწავლეების მიერ წარმოდგენილი ნამუშევრები, აღფრთოვანებული ვარ სწორედ მათი ხედვით, ვინაიდან ძირითადად ნამუშევრების უმეტესობა უკავშირდებოდა სწორედ მწვანე ენერგიის განვითარებას. ჩემს ნახატში მინდოდა წარმომედგინა ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან ჩვენამდე და მინდოდა უფრო აზრიანად გადმომეცა ნახატს და ჩემი იდეა და ასე თქვა წარმოსახვა. მე დავხატე ფარადეის გალია, რომელიც გვიჩვენებს თუ შესაძლებელია ადამიანის დაცვა ელექტრული ველიდან, ელექტრული ძაბვებისგან. მაგალითად, აქ არის ლითონის კონსტრუქცია. შიგნით არის მოთავსებული ადამიანი. და აქ არის ელექტრული დენი, ველი, ელვა ან ელექტრული ძაბვა, რომელიც ლითონის კონსტრუქციას ეხება, მაგრამ შიგნით არ აღწევს, რადგან ამაზე იშლება და შესაბამისად შიგნით მყოფი ადამიანის დაცულია და არაფერი არ ემართება. ამას იყენებენ ხოლმე ხშირად თვითმფრინავებში, მანქანებში ან ელექტრული ელვებისგან ან ძაბვებისგან დასაცავად. აქ დავხატე ნიკოლა ტესლა, რომელმაც დიდი როლი შეასრულა ელექტროენერგიის გზის განვითარებაში. მან გვაჩვენა, რომ შეიძლება ელექტროენერგიის შორმანძილზეც გამოყენება და ასე შემდეგ. აქ დავხატე სატელიტი. სატელიტი ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული ენერგიასთან. აქვს მზის პანელები, რომლისგანაც მზის გეოთვისგან იღებს ენერგიას და შემდეგ სიბნელეშიც მოიხმარს იმ ენერგიას. აქ მეხატია განახლებადი რესურსები. მაგალითად, წყლის კაშხლი, ასე ვთქვათ, სადაც რაც უფრო დიდი წყალი იქნება, მით უფრო მეტი ენერგია გამოიყოფა. ასევე ქარის შედეგად მისაღები ენერგიები და მზისგან მისაღები ენერგია, რომელიც მზის პანელებით მიიღება. როდესაც ამ ნახატს ვხატავდი, ელექტროენერგიით ძალიან დავინტერესდი და უფრო გამიჩნდა სრული, რომ მეტი და მეტი მომეძიებინა და ინტერნეტში
ჩაოწერე ელექტროენერგიის შესახებ და უფრო გავიღრმავე ცოდნა. ზოგადად რაც ყველა ადამიანს აქვს ის ცოდნა მქონდა, მაგრამ უფრო გავიღრმავე და ვფიქრობ, რომ ერთ-ერთ პროფესიად ალბათ ავირჩევ ელექტროენერგიის განხრით, იმიტომ რომ მართლა ძალიან დავინტერესდი. და ამ კონკურსმა უფრო მომცა мотиваცია, რომ მივიღო მე კონკურსში მონაწილეობა და გავყვე ამ მხრივ ამ პროფესიას.